გამარჯობა მეგობრებო, თქვენთან ტიპიკალ ტასო და დღეს მოგიყვებით ჩემ ამბავს. რატომ არის ჩემთვის ესე მნიშვნელოვანი K-pop-ი და რატომ მიყვარს K-pop-ი? I love K-pop, I love Korean music, Korean drama, Korean culture, Korean food, everything, and I'm proud of it. დღეს დაგილაპარაკებით ამაზე, როგორ დაიწყო ჩემი პირადი ამბავი K-pop-თან ერთად, კორეა დრამასთან ერთად და ასე შემდეგ და მინდა რომ გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება. ვიცი რომ ძალიან ბევრმა ჰეიტერებს and I don't know why, what's wrong with you guys. ამაგრევ თქვათ ნაწილს სიმღერებს, ანუ საერთოდ არ მოსწონთ და გონიათ რომ ყველა არტისტი გეია და რა ვიცი, ამის გამო რომ აკეთებენ make-ups და რაღაცა უნდა გითხრათ მეგობრებო. ძალიან ბევრჯერ ნამყოფი ვარ სცენის გარეთ და სცენის გარეთ ძალიან ბევრს არტისტს ყავს ვიზაჟისტი და რო იცოდეთ ყველაზე მუსკულინური კაცებიც აკეთებენ make-ups. თუ გაწუხებდათ, აი პირდაპირ გეუბნებით, რომ ძალიან ბევრი არტისტი იყენებს და ყველა არტისტი იყენებს make-up artist before he going to stage. So, რითი დაიწყო ჩემი გზა? დამავიწყდა ყოველთვის რომ გითხარით, რომ გაჩვენეთ ხოლმე ჩემ ნასკებს. და დღეს ასეთი ნასკები მაქვს. აქ არის თოვლის ბაბოა. რო იცოდეთ, დღეს არის აგვისტო. ღამე არის 10 აგვისტო და მე თოვლის ბაბუის ნასკებში ვზივარ. კიდე კაი კონდიციონერი მაქვს ჩართული. ძალიან ცხელა ხოლმე რომ ვიწყებ გადაღებას, აი მინა ყვდები რა, ესე მცხელა. მელისა მოვიდა ჩვენთან, იმიტომ რომ ეს არ არის მელისა. აქ არის, შევიდა აქ. ივა მერისა, ივა, მოიმა ჩემი ბიჭო. მოკლედ არ გეშინოდეთ ეს თუ რამე ჩემი დელფინის უკან მელისა. მე დავიწყებ ამითი რომ შეიძლება თქვენ ბევრმა არ იცოდეთ ეს მაგრამ ჩემი გზა K-pop-ის და საერთოდ კორეან კულტურისკენ დაიწყო ლაკორნებით. ლაკორნი ეს არის თაიური, თუ სწორად ვამბობს, თაიური სერიალი ერთ-ერთი და აი ყველაზე ერთ-ერთი ცნობილი დრამის, სადაც თამაშობს ჩემი ყველაზე wow actor თქვენ დიდი ალბათობით იცით Lee Min-ho. ხო და I don't know how it will be in English, but hours after blah blah blah. I don't remember exact name, but I will write the name of this movie. და ეს movie იყო რა, ლაკორნი იყო რა, მოკლედ და ამითი დაიწყო ჩემი გზა, იმიტომ რომ მე დავინახე რომ აი ზუსტად იგივე სიუჟეტით არის გადაღებული Korean drama. არ ვიცი ვინ პირველი გადაიღო, ახლა არ მეჩხუბავთ კომენტარებში. აი ამის მერე რომ ვნახე ეს დრამა, ეს იყო ჩემი პირველი დრამა, დაიწყო ჩემი გზა დრამებისკენ. და იმ პერიოდში ვიყავი ძალიან ასეთი მოკლედ ვქვათ დაბულინგვებული ბავშვი, რომელიც ეძებდა რაღაც სიხარულს. I'm so sorry, I truth swambob. ეძებდა რაღაცა სიყვარულს დრამებში და ცოტა აი ამ პრობლემებისგან რაც მქონდა სკოლის პერიოდში გარბოდი. და სიმართლე რო გითხრათ, მე სულ მომწონდა ეგეთი ცოტა უფრო ლამაზი ბიჭები, ვიდრე უბრალოდ მუსკულინურები. მე მიყვარს მუსკულინურობა, მაგრამ რაღაცა აი ალბათ რაღაცა დონეს და ჩემთვის არასდროს არ იყო მნიშვნელოვანი რა ეროვნების უნდა იყოს ბიჭი და როგორი უნდა იყოს ბიჭი, რა ვიცი. მე მაქვს ძალიან დიდი სტანდარტები ბიჭებში, ეგრე მქონია, იმიტომ რომ მე მიყვარს ძალიან ყურადღებიანი ტიპები, ძალიან რომანტიკული ადამიანები, იმიტომ რომ მე ალბათ ეს მაკლია და უფრო ცივი ადამიანი ვარ ურთიერთობებში, ვიდრე თბილი.
და მე მჭირდება საპირისპირო ადამიანი და დრამებში სხვა შორის ეს ყველაფერი მე ნახე იქით უფრო არ ვიცი ჩემი აზრით ბიჭები გამოიყურებოდნენ ეს რომ უნდათ რომ გოგოც ყურადღება აიღონ ეს სიყვარულის მხრივ მე მეგობრობა ძალიან კარგად იყო მოწერილი ამ დრამებში და ძალიან სინამდვილეში შეიძლება ეგრე არ იყოს არც კორეაში ეგრე არ არის ალბათ როგორც ამ დრამებში იყო მაგრამ აი სტანდარტი როგორი უნდა იყოს იდეალური ურთიერთობა მეგობრობა ოჯახთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. რაც პრობლემები პერსონაჟები რო გადიან რაღაც პრობლემებს ეს პრობლემები ძალიან იყო სარკესავით ჩემ ცხოვრებაში, იქ ჩანდა და ბევრი დრამა მქონდა ნაყურები ამ პირველი დრამის მერე. სადაც იყო ბულინგის ამბები და ასე შემდეგ და მე ვფიქრობდი რომ ეს უფრო მაძლიერებდა, იმიტომ რომ ხედავდი რომ ძალიან სუსტი პერსონაჟი მე ხდებოდა ძალიან ძლიერად და აჩვენებდა რა შეიძლება რომ გააკეთოს სინამდვილეში და რა ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს სინამდვილეში. ეს იყო პირველი პერიოდი და მაგ დროს გადავწყვიტე რომ მე უნდა კორეული მესწავლა და ავიღო კურსები, გადავიხადე თანხა, ერთი A2-ზე ალბათ გავჩერდი, ეხლა ყველაფერი დამავიწყდა დიდი ალბათობით აი 1-ზე ვარ ეხლა, კითხვა თუ შემიძლია კიდე არ ვიცი, მაგრამ მგონი რაღაცების კითხვა კიდე შემიძლია, იმიტომ რომ ჩემი შეყვარებული რაღაცა ყიდულობდა კორეულ საჭმელებს და იქით ვკითხულობდი. მანუ რა ეწერა ზემოდან და აი მარგებლობ რას ვკითხულობ, მაგრამ ვკითხულობ. ხო და ეს ფრაზა მახსოვს, 안녕하세요. 만나서 반가워요. 젤레님 아나스타시엠니다. ალბათ ეგ არის. ეს მახსოვს ძალიან ზეპირად. მოკლედ რო ვთქვა და პატარა სიტყვები და ხანდახან მე მისწორდება კორეული დრამა უყურო real voice-ით, სუბტიტრებით მე ქვემოდან და იქიდანაც ძალიან ბევრი სიტყვა და წინადადება მესმის და რაღაცები მახსოვრდება. ალბათ თქვენც ეგრე ხართ. თუ დამეთანხმებით ძალიან ბედნიერი ვიქნები, ძალიან ბევრი ვართ ვიცი, ისედაც რომ იცი რომ ძალიან ბევრი ვართ, მაგრამ რაღაცნაირად ხმამაღლა ამაზე არ ვლაპარაკობთ და ხმამაღლა არ შეგვიძლია, რატომ არ შეგვიძლია, ვერ გავიგე, ანუ რატომ ეს არის სირცხვილი, რომ რატომ ეს არის სირცხვილი? ვიღაცას მოწონს სხვა boys band-ები, რა ვიცი, ბევრი boys band, Backstreet Boys ვიღაც თუ ახსოვთ, ძველები, old-ები, ანუ რითი განსხვავდება ხლანდელი კორეული bass band-დან? ანუ ალბათ ამითი რომ ნახევარი სიმღერა ალბათ კორეულად არ აქვს და ინგლისურად მთლიანად, მაგრამ იგივე პონტია, ჩემი აზრით. და სხვა შორის ძალიან მიყვარს მე Backstreet Boys. მერე რო დავიწყე სწავლა ენის, უფრო დამაინტერესა სიმღერები, იმიტომ რომ იქით იყო ნაწილი, სადაც ჩვენ სწავლობდით სიტყვებს სიმღერებით. და თავიდან სიმართლე რო გითხრათ, არ მახსოვს ძალიან ვინ იყო ჩემი პირველი ბენდი, რომელიც მოусმინა, მაგრამ ალბათ იყო Big Bang. Bang 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 დურურუ თუ გახსოვთ რა. მერე ალბათ BTS იყო ერთ-ერთი ნიშნულოვანი ნაწილი ჩემ ცხოვრებაში. Shiny იმ დროს იყო კიდე 17 როგორც მახსოვს ძალიან ბევრი სხვადასხვა NCT იყო NCT-ის კონცერტზე ვარ ნამყოფი სხვა შორის რაღაცა უნდა გაჩვენოთ ეს არის იოტა აქ არის თუ ხედავთ ხელმოწერა ხო მოკლედ იოტას ხელმოწერა მაქვს დარჩა 100,000 არტისტი რომელიც ხელმოწერა კიდე მჭირდება ხო და ამითი ძალიან პრაუდ ვარ და რა ვიცი რამდენი ხანი უკვე მიდევს და აი მიყვარს რა ხო და
იოტაზე არ გიждდებოდი იმ დროს. მგონი ლუკასი იყო ჩემი ტაიპი, იმიტომ რომ ცოტა ამერიკული რაღაცა იყო. American-ets. მე ეს დავიჭირე. ნახე იოტაც არის მორიელი და всё, წამივიდა ტვინი. მე კიდე ლუკას მოკლედ ამაზე არ ვილაპარაკოთ. ამაზე გავჩერდეთ. ამ ბევრი ბენდი იყო, რომელიც მოусმინე. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ჩემი გზა სიყვარულამდე დაიწყო შაინის ერთ-ერთი ვოკალის წარმომადგენელი არტისტი, ეს იყო ჯეჰიონი. თუ გახსოვთ, თუ სწორად ვამბობ ჯეჰიონი და მისი სიმღერა Elevator. მაგ დროს როცა მე გავიგე ჯეჰიონზე, ეს უკვე გარდაცვლილი იყო სამწუხაროდ და მე ძალიან შევყევი და ძალიან სევდა მქონდა ბევრი ცხოვრებაში ამ ბულინგის გამო, ვცდილობდი რაღაცნაირად გამოვიდე ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ამავდროულად მე მინდოდა რომ შემი თავი ვიპოვო სადღაც და ამ დროს მე მოვუსმინე ეს ნიუსი რომ ჯეჰიონ from Shiny და Shiny ისედაც მომწონდა რამოდენიმე სიმღერა როგორც მახსოვს, მაგრამ არ შემიძლია ვთქვა რომ იმ დროს ვიყავი ვიღაცა ბენდის ფანი. კი, კეი-დრამები მომწონდა, კორეულს სწავლობდი, მაგრამ ახლა რო ფანი ვიყავი, ეგრე არ ვიყავი. აი, მაგ დროს მე უბრალოდ ვნახე სიმღერების ტექსტი, რაც დაწერა ჯეჰიონმა, დამაინტერესა და აი, ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სიმღერა არის Elevator. აუცილებლად მოусმინეთ, ეს სიმღერა არის ჩემ გულში. მე მახსოვს ეს დღეები, როცა ვამთავრებდი იმ პერიოდში სკოლას და არავისთან არ ვლაპარაკობდი, არავისთან ძალიან ახლო კომუნიკაცია არ მქონდა. კი, ვიღაცებთან კი გამარჯობა ნახვამდის, მაგრამ რომ ვიყავი ბულინგის მსხვერპლი, ისედაც იცით და მე მახსოვს, რომ ეს სიმღერები, ამ ბიჭის სიმღერები გადამარჩინა. მინდა რომ ნათელში იყოს ამ ბიჭის სული. ძალიან რა ვიცი, ადამიანურად, არტისტულად მიყვარს ეს ადამიანი, იმიტომ რომ იმ დროისთვის, მე ახლა ტირილი დავიწყებ. Stop, ასო. Make it well, okay? იმ დროისთვის მე უყურებდი თვარეს და იყო ერთ-ერთი სიმღერა კიდე Moon. და უყურებდი თვარეს და ვამბობდი რომ აი ჯეჰიონ მე გავძლიერდები. შენ სიმღერებს უსმენ და მე აუცილებლად ვიქნები ძლიერი და მადლობა რომ შენი სიმღერებით გადამარჩინე, ეგრე ვთქვათ. თქვათ შორის ჩემ დაერში, ყველას ქონდა დაერი, მე მქონდა დაერი. არც ერთი დაერი ბოლომდე არ მგონია რომ მაქვს დამთავრებული, მაგრამ ძალიან ბევრი დაერი მქონდა და ერთ-ერთ დაერიში მქონდა ერთი დიდი ნაწილი ჯეჰიონზე და მის სიმღერების ახსნა, ტრანსლეითი და ასე შემდეგ. თქვენ არ გჭირდება ზოგჯერ რომ იყოთ დარწმუნებული, აი ეს როგორი წინადადების ტრანსლეითი როგორია და აი ზოგჯერ გრძნობთ რა სიმღერას, ზოგჯერ ვიღაცა აი შენ გულზე სტოვებს და ერთ-ერთი რითი მართლა დავიწყე, ჩემი აზრით, ეს ამ სიმღერით Elevator და მე უკვე დანარჩენი სიმღერები რა თქმა უნდა ვნახე და ძალიან მადლობელი ვარ ამისთვის, რომ იმ დროს ეს გამაძლიერა, გამაბედნიერა, იმიტომ რომ მე მთელი გულით მართლა მეგონა რომ ზემოდან მიყურებს და შენ მაინც გააკეთე შენი საქმე. ასო, ანუ ესე ვაჯერებდი ჩემ თავს. არ გეგონოთ რომ გვიჟი ვარ. იმედი მაქვს ეგრე არ გონიათ. მაგრამ რა ვიცი, აი ეგრე ახსნი ალბათ ამ ნაწილს. და მე ჩემ ცხოვრებაში დაიწყო BTS-ის დრო. და ალბათ დღემდე არის ამ ჯგუფის დრო. მე მიყვარდა აი ძველი სიმღერები. Dan ალბათ Save Me აქაც იქნება და ყველაზე მეტად მახსოვს რომ
იმ პერიოდში მე მქონდა კიდე კომპლექსები ჩემი სხეულის მიმართ, ეგრე ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაცა მგონი თურქეთში წამოსულები ვიყავით, ძალიან ბევრი მგონი ვჭამე ამ თურქეთში და ცოტა არა გავსუგდი. კი, ეხლა ჩემი დაქალები ამბობენ, აი ეს იყო უბრალოდ თინეიჯერების დასუკვა და მართლა ეგრეც იყო და მართლა ეგრე არის, მაგრამ იმ პერიოდისთვის ჩემთვის ეს იყო კატასტროფა. ჩემ თავს იმინა, აი როგორ ჯაჯავდი, ეგრე არავინ არ ჯაჯავდა. დავიწყე სიარული მახსოვს ფიტნეს კლუბში. და ესეთი ფიტნეს კლუბი იყო, ჩისტა, ანუ რო იცოდეთ სტუდენტებისთვის, ეგეთი ძალიან პატარა ადგილი, ჩახუტულობა, უფასო და თუ სტუდენტი იყავი, სტუდენტი არა, ანუ სკოლაში თუ სწავლობდი, აი გიშვებდნენ უფასოდ რა, მოკლედ იქით და ვაიმე, ანუ რამდენს დავარბოდი, ეს კარდიო მეზიძღებოდა, პროსტა მოვდიოდი, რო იცოდეთ. ერთი პერიოდი, აი ეს ცუდია, დისკლეიმერი, ეგრე არასდროს არ გააკეთოთ, დებილობა, ეგრე არ უნდა გააკეთოთ. ჭამდი მგონი დილით, ჭამდი პომიდორს, მერე ბოლო კლასი იყო ჩემი სკოლის იმ პერიოდში, მივდიოდი სკოლაში, ან კოლეჯი, არ მახსოვს უკვე ზუსტად მოკლედ, მივდიოდი, ჭამდი გემატოგენი, თუ იცით რა არის. და ნუ აპტეკში იყიდება ხოლმე ეგეთი პატარა გემრიელი რაღაცა კოკოსით ჭამდი ხოლმე გემოტოგენი კოკოსით მახსოვს ძალიან ეხლაც მიყვარს ჭამდი ამ გემოტოგენს მერე მოვდიოდი სახლში მერე გავდიოდი ამ დარბაზში ვაკეთებდი კარდიოს მინიმუმ 1 საათი ანუ კარდიოზე ვიყავი წარმოედგინეთ ბავშვი მე ვიყავი ალბათ 16-15 წლის და მე ბრუნდებოდი სახში და კიდევ ჭამდი ერთ პომიდორს. ანუ საშინელება, ანუ ეგრე, აი ეგრე რო ვაკეთებდი ჩემ თავთან. ალბათ ძალიან სულ მდგომარეობაში ვიყავი, ძალიან სხვა შორის პირადული რაღაცა გითხარით და მინდა რომ თქვენ თუ მიყურებთ და რაღაცნაირად ხართ ან გრძნობთ რაღაცა same shits, please don't do the same shit what I did. Cause it's really like bad things what you shouldn't do with your body. და იმ პერიოდში გავხდი ცუდად. ანუ წარმოიდგინეთ მეორე კვირა, ბოლო დღე, მგონი მე 14 დღე იყო მეორე კვირის და მე ვაკეთებ ამ პომიდორს ესე ვდგავარ და ხოპ და ამდენად სუსტად ვიყავი უკვე რომ ვერ გძნობდი ესე გავჭერ ტიტი და ტიტიდან მახსოვს რომ წავიდა ეს კორეულად მგონი P ანუ სისხლი ხო და სისხლი წავიდა და გავიტიშე ამ დროს ჩემთან ხდებოდა პისტეცი მოკლედ პისტეცი ხდებოდა იმ დროს ჩემთან და თუდად ვიყავი ეს თვალები და მოკლედ არც მინდა გავახსენო და რო გავხსენი თვალები დავფიქრდი რომ ძალიან დებილი ვარ ძალიან სისულელეებს ვაკეთებ და ეხლა უნდა გავჩერდე საყამოს ჩარდეს სიმღერა და ეს იყო სიმღერა ალბომიდან BTS-ის ალბომიდან Love Yourself იმართლა რო გითხრათ მგონი რომ ეს ალბომი ეს ადამიანები იმ დროისთვის ამდენი ძალა მომცეს ამდენად შემიყვარა ჩემი თავი ამდენად ძლიერი გავხდი ეს სკოლა დავამთავრე აი იმინა ფუი გავაკეთე ჩემ კლასელებს რომელიც აი იმიდან ვეზიზღებოდი რომლებსაც ვეზიზღებოდი უმეტესობას არ ვეზიზღებოდი და არავინ არ მიცავდა მაგიტომ გავუშვი შემოვედი კოლეჯში და იქით იყო პროსტა აი სხვანაირი ცხოვრება, სხვანაირი ადამიანები, სულ სხვა დონეს ხალხი იყო და თან მე ვუსმენდი ამ სიმღერებს Bulletproof, რაღაცა blood, sweat and tears მოკლედ ყველაფერი Love Yourself album ყველა სიმღერა აი პროსტა ზეპირა თუნ ძალიან გავფანატდი მოკლედ იმ დროისთვის იმ პერიოდში ძალიან გავფანატებული ვიყავი უკვე
17-ის ვიყავი, ალბათ 16-17-ში გადმოვედი უკვე და ეს ადამიანები გამეკეთეს ჩემს ცხოვრებაში ამდენი რაღაცა კარგი, რომ მე ახლა რაც ხედავ, რა დამოკიდებულებას ხედავ, მით უმეტეს რაღაცა საქართველოში ძველი ბიჭებიდან კიდეც არ გამოსულები ვინ არის და რაღაცა იქი რაიონებიდან ვინ არის ეს ისინი და ხედავენ რაღაცა ბიჭები ცოტა ზედმეტად სიმპათიურები და რაღაცა ნღერიან და გოგოები გიждდებიან. ნუ ტვინში რო არ ულაგდებათ, მე მოდიან და რაღაცა დებილობებს ამბობენ, როცა საერთოდ არიციან არც სიმღერების რაც ნიშნავს ეს სიმღერები ხალხისთვის, რაც ნიშნავს ეს სიმღერები თვითონ, ანუ აზრი რაც დევს ამ სიმღერებში და მახსოვს რომ Rap Monster იმ დროს იყო გამოვიდა ეხლა RM გამოვიდა და ესე თქვა Love yourself. Რომ ეს twinში ეგრე ჩამიჯდა. რომ ამის მერე და იმ დროისთვის ჩემი საუკეთესო მეგობრები შევიძინე თან, რომლებიც სულ ჩაპალახს მირტყავდნენ, თუ რაღაცა მეშლებოდა და ეს სიმღერები, ეს კულტურა, ეს ადამიანები, მერე ის ადამიანები და ის პერიოდი, რაც მქონდა და რაზე გადმოვედი და ვინ ვნახე და ეს ყველაფერი ეგრე დამხვდა, რომ I can't say in our words. Kamsamnida. Thank you, guys. Thank you for your culture, guys. I can't say no more words. I guess it's end of a video. I really love you guys. I really love your culture. I really love all the people who respect and respect our music tastes and everything what is connecting us with this culture, with bands, with dramas and everything else. ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ თუ თქვენ გაქვთ ამის ნიჭი, რომ უბრალოდ გაიგოთ, რომ რესპექტია, ან თქვენ უბრალოდ მადლობა ამ ადამიანებს, ვინ პატივს ცემს სხვა გემოვნებას, მუსიკაშიც უნდა იყოს, სინემაშიც უნდა იყოს, ყველგან რასაც უნდა იყოს, აი რესპექტი, მადლობა, რომ პატივს ცემთ და ჩვენსგან ალბათ ვინ არის in K-pop guys, ჩვენს პატივს გცემთ. მადლობა ყურადღებისთვის. Kamsamnida. See you guys in next video. Bye.